გარეთ მოусმინოთ, იმიტომ რომ ისე ხსენებასა, მიცვალებულთასა, განსვენებისა, მყუდროებისა და ნეტარხსენების ხსნა ჩვენ და კურთხეულ ხარ შემოფალ შეივედრე, შეიწყალე სახიერ და ახოცე მცოდვანინესა, მიცვალებულსა გიორგის და დააწესე იგი 60-ს მე, ხოლო გარდასვლით ამ მოსიეს მე წყულებანი შეწოდებათანი გიორგი იყო და არის მაგალითი მთელი შეერაღებული ძალებისთვის, მომავალი თაობისთვის და ეს დაფა შეახსენებს ყველას, რომ გმირობა არსებობს, გმირობა არ იკარგება და ის რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს დაფა შეახსენებს ყველას, რომ თავგანწირვა სამშობლოსთვის ღირს და სამშობლო ამ თავგანწირვას არ ივიწყებს და აფასებს. გვინდოდა რომ პირველ რიგში გიორგის 30 წლის დაბადების დღე აღვინიშნა, დღეს 30 წლის გახდებოდა და მისი მემორიალური კედელი ნაწილის შესასვლელთან იყოს ყოველი ადამიანი, რომელიც აქ გაივლის თუ მსახურობს და აქ მოდის, უბრალოდ რომ ახსოვდეს ვისი სახელობის ქვედანაყოფია და მისი ნებისმიერი ქმედება იზომებოდეს გიორგის აქციელით. ძალიან მადლობას ვუხდი ნამდვილად თავდაცვის სამინისტროს შვილო. რომელიც ჩემი შვილი ესე დააფასე. თვითონავალიანი იყო ჩემ დასაბალით ჩამოსული. ცუდად გავხდები თუ რამე ყოველთვის ვცდილობ რომ გვერდიდან არ ამშორდებიან. რა ვიცი, ძალიან პატივსაცემად და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი სულ ყველას ჩემი შვილის ასე დაფასებისთვის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც ვისაც გაახსენდა გიორგი და მადლობა მემორიალური დაფის გახსნისთვის. მან თავის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი გაიღო, რაც შეიძლება გაიღო ადამიანს ამ ცხოვრებაში. საკუთარი სიცოცხლე, თავისი ქვეყნის, თავისი ერის და თავისი ოჯახის ღირსების დასაცავად. ეს ადამიანი თითოეული ქართველისათვის, მათ შორის პირველ ყოვლისა სამხედროებისათვის არის მაგალითი და ის სტანდარტი, რომელთაც ალბათ ნებისმიერი ქართველი ქვეყნის დამცველმა უნდა აიღოს და უნდა იყოს გამსაზღვრელი მისთვის.